ამ ვიდეოში ნახავთ, როგორ ხორციელდება ძალიან პოპულარული პროცედურა პლასტიკურ ქირურგიაში, ანუ ცხვირის პლასტიკა. რინოპლასტიკის შესრულებამდე კეთდება, რა თქმა უნდა, ზოგადი ანესთეზია, პაციენტს ძინავს და ლოკალურად ქირურგი აკეთებს ასევე ლოკალურ გაუტყივარებას და შემდეგ კეთდება განაკვეთი, რომლის დახმარებითაც ქირურგი მობილიზებას უკეთებს როგორც კანს, ასევე კანქვეშა მდებარე ქსოვილებს და ამით საშუალება ეძლევა მას, რომ პირდაპირ ხრტილოვან და ძლოვან სტრუქტურებზე იმუშაოს. განაკვეთის მსგავსი მდებარეობა კი პაციენტს აძლევს საშუალებას, რომ ოპერაციის შემდეგ ნაწიბუროვანი ქსოვილი თითქმის მთლიანად გაუჩინარდეს. აი როგორც ხედავთ, ხდება ახლა დისექცია უშუალოდ კანქვეშა ქსოვილის ხრტილოვანი ქსოვილიდან და ეს უკვე რაც ჩანს არის ცხვირის ხრტილოვანი ქსოვილი, რომელიც პირველ ეტაპზე მოდულირდება. ამით უკვე თითქმის პრეპარაცია დასრულდა და აი როგორც ხედავთ, იწყება ამ ცხვირის ხრტილოვანი ქსოვილის მოდულირება და შემდეგ უკვე ფორმაშეცვლილი ხრტილების ნაკერებით დამაგრება, რომლის შემდეგაც ქირურგი გადადის უშუალოდ ძლოვან ნაწილზე, სადაც ხდება კეხის თუ სხვადასხვა უსწორმასწორობების მოცილება და მათი გასწორება. აი ამ პროცედურას ქვია ოსტეოტომია, ანუ ძვლის იმ უსწორმასწორობების მოცილება, რაც პაციენტს ვიზუალურად უკეთეს ეფექტს მისცემს. ამ ეტაპის შემდეგ ხდება, რა თქმა უნდა, ასევე ცხვირის ფრთების მოდულირებაც, ასევე პატარა ოსტეოტომით, რომელიც საშუალებას იძლევა, რომ ცხვირის ახალ პროპორციებს, ასევე ცხვირის ფრთების ფორმად შეესაბამებოდეს. ოპერაციის ბოლო ეტაპზე კი ხდება, რა თქმა უნდა, ნესტოების ფორმირება, რათა პროპორციულად ისიც შეესაბამებოდეს ახალ ანატომიურ სტრუქტურას. საბოლოოდ კი ხდება ყველა განაკვეთის ატრამვული ნაკერების საშუალებით დახურვა, შემდეგ ხდება უშუალოდ ცხვირის ღრუს დატამპონება, რათა სისხლდენა აირიდონ პოსტოპერაციულ პერიოდში ქირურგებმა და საოპერაციო ველი შეხვევა. არ დაგავიწყდეს ჩემი არხის გამოწერა.